რა სიტყვი შენი სუპერძალა კარგი მოსმენის უნარები რომ იყოს? ან იქნებ უკვე გაგვსეს უნარი? როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი და შეამოწმე, იქნებ უკვე ხარ. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში ვითამაშოთ, დახუჭეთ თვალები, დაინიშნეთ დრო 1 წუთი და დააპაუზეთ ვიდეო, იყავით სრულად ჩუმად და შემდეგ აღწერეთ, რა ხმები გესმით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე დეტალურად აღწერს ფეხის ხმას, ქარის შრიალს, საიდან მოდიოდა ესა თუ ის ხმა, რომელი მიმართულებიდან და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით მარტივი სავარჯიშო დაგვანახებს, რომ მოსმენა არც თუ ისე იოლია. ალბათ ერთხელ მაინც გამოგიცდია, როდესაც არ გისმენენ ყურადღებით. ალბათ როგორი მტკივნეულია. ამ დროს განსხვავებულ ემოციებს განვიცდით. მოდით გაუზიარეთ ერთმანეთს, თქვენ რა ემოციას განიცდით ხოლმე ამ დროს და რატომ? რას, წყენას, სევდას და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი მოსმენის უნარები? ასეთ დროს ერთმანეთის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას. ახალ ცოდნას ვიღებთ, მაგალითად გაკვეთილზე. ერთმანეთს მეგობრობას ვუმტკიცებთ. კარგი მეგობრები ერთმანეთს გულისყურით უსმენენ და ახსოვთ ერთმანეთის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი. ესე იგი, კარგი მსმენელი ყოველთვის ცდილობს 4 ოქროს წესის დაცვას. მნიშვნელოვანია მოსაუბრეს ვუყუროთ თვალებში. ზოგჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ვაგრძნობინებთ, რომ ვუსმენთ. არ ვაწყვეტინებთ. თუ ეს გვიწევს, აუცილებლად ვამბობთ ფრაზას. ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ უსმენთ ყურადღებით და რა თქმა უნდა ვიაზრებთ მოსმენილ ინფორმაციას. წარმოვიდგენთ თავს მოსაუბრის ადგილას. ახლა მოდი ვითამაშოთ, ვინ არის კარგი მსმენელი. პატარა ამბავს მოგიყვებით, ბოლოს კი შეკითხვებს დაგისვამთ. მოусმინე ყურადღებით და უპასუხე შეკითხვებს. გულშინ საღამოს ჩემს ძაღლს ვასეირნებდი. მთელი ქუჩა შემოვიარეთ. ჩავუარეთ მარკეტებს, აფთიაქებს, სკოლას, საბავშვო ბაღს. ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა. ზოგიერთი ველოსიპედით კატაობდა, ზოგიერთი ციგებით. ძალიან თოვლიანი ამინდი იყო. ბევრი ვისეირნეთ თუ ცოტა, შეგვცივდა და სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. სათხარ შეკითხვებს უპასუხო? გუშინ დღის რა მონაკვეთში ვსეირნობდი? დილით, საღამოს თუ შუადღისით? ვისთან ერთად ვსეირნობდი? ჩემს ძაღლთან ერთად სეირნობისას ქუჩაში რა შენობებს ჩავუარე? რომელ დაწესებულებებს? ქუჩაში რა რაოდენობის ხალხი ირეოდა, ბევრი თუ ცოტა და რას აკეთებდნენ ისინი? დიდხანს ვისეირნე თუ ცოტა ხნით? და შემდეგ სად წავედი სეირნობის შემდეგ? თუ რომელიმე შეკითხვაზე პასუხი გაგიძნელდა, გირჩევ ხელმეორედ მოусმინო ვიდეოს და შეამჩნიო, რა მომენტში დაგავიწყდა ან გაგეფანტა ყურადღება. ასევე ერთი დამატებითი სახალისო სავარჯიშო. გაითამაშეთ სცენა. ერთი მეგობარი მეორეს უყვება წინა თხით მომხდარ ამბავს, ზუსტად ისე როგორც მე მოგიყავით. მოусმინეთ ყურადღებით და გამოხატეთ შესაბამისი ემოცია. გამოიყენეთ კარგი მსმენელის ოქროს წესები. ესე იგი, უყურეთ თვალებში, ეცადეთ არ შეაწყვეტინოთ, გამოხატეთ შესაბამისი ემოცია და კარგად დაიმახსოვრეთ მისი ნათქვამი. თუ ეს აქტივობები მოგეწონა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და დაელოდე შემდეგ სახალისო აქტივობას. შეხვედრამდე.